მოგესალმებით, ეთერშია ქრონიკა 11-ზე, მე ჟურნალისტი ნათია სონღულაშვილი ვარ. 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წელი გავიდა. დელფოსის ეკონომიკური ფორუმი მაკა ბოჭორიშვილის საბერძნეთშია. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიის და ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა. დღე, როცა ეროვნულ იდეას ქვეყანაში 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა 16 წლის გოგონა. რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა ეს დღეს მიზანმიმართული პროვოკაციებისთვის გამოიყენეს, დაპირისპირების და ქაოსის შექმნის მცდელობაზე უარი ართქვეს. პატივით შეეგებნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, მმართველი გუნდის წევრს კი შეურაცხყოფა მიაყენეს. დაუპირისპირდნენ ტექნიკურ უნივერსიტეტის რექტორსაც. აპრილის მემორიალი არ ეკუთვნის არც ერთ პოლიტიკურ პარტიას. 9 აპრილის მემორიალი ეკუთვნის ამ ქვეყნის ხალხს, რომლებიც ვაფასებთ იმ ადამიანების სულებს, რომლებმაც აქ თავიანთი თავი დადო. და მე, როდესაც მოვდივარ მოქალაქე და მინდა რომ ეს მემორიალი შევამკო ყვავილები და სანთელი დავანთო და ამის უფლებას არ მაძლევენ, იფურთხებიან, იგინებიან, უზრდელობენ, 1000 სიბინძურეს კადროლობენ. ამაზე დიდი სირცხვილი არაფერი. შეუნდოთ უზრუნველოვანი მათი, ვინც არ უშვებს ქართველებს და იმ ადამიანებს, ვინც მართლა დიდი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობაში, აღორძინებაში, სულიერებაში. 2026 წელს აქ ვიქნებით და ვნახავთ ის ბევრი ახალგაზრდა თუ ძველგაზრდა, რომელიც ახლა იქ აქტიურობს, ისინი იქნებიან თუ არა იქ. პრემიერ-მინისტრის შეფასებით დღეს რუსთაველის გამზირზე უცხოურმა ძალამ სცადა ძალადობის პროვოცირება და როდესაც ამას ვერ მიაღწია, თავადვე იძალადა. მთავრობის მეთაური წერს, რომ ქვეყანას აარიდებენ უცხოური ძალის მიერ დაგეგმილ, თუნდაც მცირე პროვოკაციას. საქართველო აღარასდროს დათმობს თავისუფლებას. ისტორია, რომელსაც ვერავინ შეცვლის და გადაწერს. 9 აპრილმა საქართველოს დამოუკიდებლობისკენ სვლა შეუქცევადი გახადა. ხელისუფლების ლიდერები სოციალურ ქსელში დღევანდელი დღის შესახებ წერენ. აპრილი არის დღე, როდესაც უცხოურმა ძალამ განახორციელა ძალადობა ჩვენი თანამოქალაქეების წინააღმდეგ. ამავდროულად 9 აპრილი არის დღე, რომელმაც გააერთიანა საქართველო. დღე, როდესაც ქართველებს შორის სიყვარულმა სძლია სიძულვილს. 9 აპრილი ასევე არის დღე, როდესაც მონობაზე თავისუფლების იდეამ გაიმარჯვა. სწორედ ამიტომ დღეს, როგორც არასდროს, უნდა გავემიჯნოთ ყოველგვარ ძალადობას, დავამარცხოთ სიძულვილი და დავიცვათ თავისუფლების იდეა. დღეს 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წლის თავზე კვლავაც უცხოური ძალა ძალადობს რუსთაველის გამზირზე. დღესაც რუსთაველის გამზირზე უცხოური ძალა აღვივებს სიძულვილს, ცდილობს ხელოვნურად დაარღვიოს ერთიანობა ქართველებს შორის და ებრძვის თავისუფლების იდეას. თუმცა 9 აპრილის გამოცდილებამ გვასწავლა, რომ უცხოური ძალის არსება მოკლეა და სიძულვილსა და მონობაზე აუცილებლად სიყვარული და თავისუფლება გაიმარჯვებს. დღეს რუსთაველის გამზირზე უცხოურმა ძალამ სცადა ძალადობის პროვოცირება და როდესაც ამას ვერ მიაღწია, თავადვე იძალადა. ჩვენ ვერ მივცემთ სიძულვილს დამატებით ენერგიას და ჩვენს ქვეყანას ავარიდებთ უცხოური ძალის მიერ დაგეგმილ, თუნდაც მცირე პროვოკაციას. ვფიქრობთ, სწორედ ამას ედიან ჩვენგან 9 აპრილის გმირთა სულები, რომლებმაც სიყვარულისა და თავისუფლების იდეისთვის გაწირეს სიცოცხლე. მათ ხსოვნას ჩვენ დღეს სათანადო პატივს მივაგებთ. საქართველოში სიძულვილსა და მონობაზე სიყვარული და თავისუფლება გაიმარჯვებს. 36 წლის წინ ქართველები რუსთაველზე ვიდექით და დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოდით. ეს ბრძოლა დღემდე გრძელდება. 36 წლის შემდეგ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც რუსი ბანის, როგორც თვითონ ამბობს, პაატა ბურჯულაძის ხელმძღვანელობით რუსთაველზე დგანან და სხვაზე დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან. საქართველო აღარასდროს დათმობს თავისუფლებას.
9 აპრილი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ტრაგიკული და ამავე დროს საამაყო თარიღია. ეს გახლავთ თავისუფლების გამარჯვების დღე, როდესაც ათობით ათასი ქართველი გაერთიანდა ყველაზე ძვირფასის ქვეყნის დამოუკიდებლობის დასაცავად. 3 წლეულზე მეტი გავიდა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან, თუმცა თითოეული ჩვენგანი ყოველთვის უდიდესი გულის ტკივილითა და ამავე დროს სიამაყით ვიხსენებთ ამ დღეს. ამ დღის მნიშვნელობა განუზომელია. 9 აპრილმა საქართველოს დამოუკიდებლობისკენ სვლას შეუქცევადი გახადა. უსაზღროდ მადლიერი ვართ მათი, ვინც 9 აპრილს უშიშრად იდგა საქართველოს თავისუფლების სადარაჯოზე და საკუთარი სიცოცხლე შესწირა სამშობლოს დამოუკიდებლობას. ჩვენ არასდროს დავივიწყებთ მათ ხსოვნას. ამ ადამიანების გმირობა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში დარჩება როგორც თავდადების საამაყო მაგალითი მომავალი თაობებისთვის. თითოეული ჩვენგანის ვალია დავიცვათ და გაუფრთხილდეთ ჩვენი თანამემამულეების სისხლის ფასად მოპოვებულ საქართველოს თავისუფლებას და განუხრელად გავაგრძელოთ სუვერენიტეტის განმტკიცების გზაზე სვლა. დიდება გმირებს, მადლობა თავისუფლებისთვის. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოცხადდა. იმდროინდელმა ეროვნულმა მოძრაობამ პირველი რესპუბლიკის 26 მაისი დააკავშირა ახალი დამოუკიდებელი რესპუბლიკის შესაქმნელად ეროვნული ბრძოლის მთავარ დღესთან. 1989 წლის 9 აპრილის მსხვერპლი პირველ რიგში უდიდესი ტრაგედია იყო, ათობით უდანაშაულო ადამიანის სიკვდილით, დასახიჩრებითა და ტერორით. სწორედ ამიტომ აირჩია ეს დღე ზვიად გამსახურდია სახელმწიფოსთვის ბრძოლისა და ეროვნული მოძრაობის უკდავსაყოფად. ეს ჩვენი საერთო ისტორია, რომელსაც ვერავინ შეცვლის და გადაწერს. ყველა ტკივილი და ყველა სიხარული, ყოველი მარცხი თუ ყოველი გამარჯვება, შეცდომა და სწორი ნაბიჯი, გონიერება თუ უგუნურება. ეს ყველაფერი ერთად გავიარეთ და მოვედით დღემდე. 10 წლეულების შემდეგ, როდესაც მსოფლიოში მიმდინარე ბობოქარი მოვლენები კიდევ ერთხელ გვაფიქრებს თუ ვინ ვართ, რანი ვიყავით გუშინ და საით მივყავართ მომავალს. საქართველოს სახელმწიფო, მისი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, ერის თვითყოფადობა და უნიკალური იდენტობა არის ჩვენი ზრუნვის მთავარი საგანი. ამ რწამს სიტყვით ბევრი იმეორებს, საქმით კი საპირისპიროდ იქცევა. სიბრძნე, გონიერება, მოთმინება, ძალის შეფასება და გაბედულობა. ნიჭთა ეს ჩამონათვალი ღმერთმა ყველას არ მიანიჭა. ამიტომაც არც შიდა და არც გარე ბრძოლა სახელმწიფოსთვის არ დასრულებულა და არც დასრულდება. ვისი გზაა მართებული და უკეთესი ამას წვეთს ქართველი ხალხი პირდაპირი დემოკრატიის გზით. არჩეული ხელისუფლების ვალდებულებაა გაუფრთხილდეს მინიჭებულ მანდატს და სრულად აცნობიერებდეს პასუხისმგებლობას წარსულის, აწყოსა და მომავლის წინაშე. ჩვენ აღარ გვაქვს მარცხის ფუფუნება, ჩვენ არ გვაქვს სისუსტისა და მოდუნების უფლება. ყველა ჩვენი გზა, ნაბიჯი და არჩევანი მიმართულია სახელმწიფოს ძლიერებისა და საზოგადოების გამთლიანებისკენ. ჩვენ ნაბიჯ ღია დისკუსიით, გახსნილობით ვაჩვენებთ ყველა მოქალაქეს, სად არის სიმართლე და სად ფარისევლობა. ჩვენ ვიცით, რომ ხალხი ხედავს ჩვენს სიმართლეს, ჩვენს მცდელობას და ჩვენს მონდომებას, დავიცვათ, შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ წინა თაობების მონაპოვარი. დღეს ტკივილის და სიხარულის 9 აპრილია. დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა. რადიკალური ოპოზიციის პროვოკაციებსა და ქაოსის შექმნის მცდელობაზე პოლიტიკური განცხადებები კეთდება ქართულ ოცნებაში. ნინო არღულიანი გვერდდება პირდაპირ ეთერში. ნათია, როგორც 36 წლის წინ, 36 წლის შემდეგაც ქართველი ხალხი ერთიანია საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად. ასეთია მართველი გუნდის შეფასებები დღეზე, რომელიც ყველას უნდა აერთიანებდეს, თუმცა როგორც ირკვევა, საქართველოში არის რამდენიმე ათეული ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს იმის უფლებას აძლევს, რომ 9 აპრილის მემორიალთან საქართველოს მოქალაქეები არ მიუშვა, სხვა ქვეყნის ელჩები კი პატივით მიაცილოს. მართველი პარტიისთვის ეს დასტურია იმისა, რომ უცხოური ძალა დღესაც ცდილობს საქართველოში საკუთარი ინტერესები გაატაროს და ქვეყნის ინტერესები შეარყიოს სწორედ რადიკალების ხელით. ქართული ოცნების წევრები ასევე საუბრობენ 9 აპრილის მნიშვნელობაზე, რომელიც ტრაგიკულთან ერთად სიხარულით სავსე დღეა, რადგან 1989 წლიდან ზუსტად 2 წელში საქართველოში დამოუკიდებლობა აღდგა. 9 აპრილი, როგორც არის ტრაგედიის, ამავდროულად არის ქართული ხალხის ერთიანების სიმბოლო. ერთიანობისა, როდესაც ქართულმა ხალხმა ხმა აღიმაღლა უცხოური ძალის წინააღმდეგ, მონობის წინააღმდეგ, დავალების მიცემის წინააღმდეგ და გამოაცხადა პირველად, რომ დამოუკიდებლობა გვსურს, რასაც რა თქმა უნდა შემდეგ უკვე რამდენიმე წელიწადში მოყვა დამოუკიდებლობის გამოცხადება. სიმბოლური დღე არის და ამ დღეს ქართულმა ხალხმა რა თქმა უნდა შეძლოს, რომ ვიყოთ ერთიანები, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ისევ და ისევ
გარედან დავალება მიღებულმა ადამიანებმა, მათ შორის რუსმა ესტრადის თუ რუსმა ბანმა ბურჭულაძემ დააორგანიზა ისეთი მოძრაობა, რომელსაც ახლა ჩვენ ვხედავთ 9 აპრილის მემორიალთან, სადაც მაგალითად მიაცილეს უცხოელი ელჩები, გაუხსნეს კორიდორი, ხოლო სამაგიეროდ ახლა სურთ რომ პროვოკაციები მოაწყონ და ჩვენ არ ვაძლევთ არავითარ საშუალებას რომ უცხოეთიდან დაფინანსებულმა და მართულმა ადამიანებმა პროვოკაციები მოაწყონ საქართველოს წინააღმდეგ, სწორედ ეს სურს უცხო ძალას ჩვენს ქვეყანაში, რომ ქართველი ხალხი ერთმანეთს გადაკიდოს და ჩვენს ქვეყანაში უბედურება დატრიალდეს. ჩვენ უბედურებები დავამთავრეთ და ქართველ ხალხთან ერთად ქართული ოცნება უზრუნველყოფს, რომ დიახ, 9 აპრილს დაღუპულთა სულების ზეციდან იყურებოდნენ და დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა დაუტოვოთ ჩვენს შვილებს და ჩვენს შთამომავლობას. 9 აპრილი გახლავთ ერთი მხრივ ტრაგიზმით და მეორე მხრივ ღირსებით ახსავსე დღე, რომელიც იყო, არის და დარჩება ერის ერთიანობის, კონსოლიდაციის დღე და ხსოვნან თავისუფლების სამსხვერპლოზე შეწირული ადამიანებისა მოითხოვს სწორედ იმას, რომ ერი ყველა გამოწვევის წინაშე იყოს ერთიანი და მტკიცე, რაც რა თქმა უნდა რადიკალურ ოპოზიციას, მათ დავალების მიმცემებს, უცხოურ ძალას ნამდვილად არ ეპიტნავება, არ აწყობს ქვეყნის ერთიანობა, არ აწყობს ერის სიმტკიცე და კონსოლიდაცია და როგორც ეს იყო 36 წლის წინ, როდესაც უცხოურმა ძალამ მოახდინა მომიტინგეთა დარბევა თბილისში რუსთაველის გამზირზე, დღესაც ჩვენ ვხედავთ, რომ უცხოური ძალა ცდილობს მაქსიმალურად, რომ არ დაუშვას ჩვენი ეროვნული ღირსებით სავსე, მტკიცე ნაბიჯები, ცდილობენ, რომ არეულობა, დისონანსი და შემოიტანონ ის მდგენელი, რომელიც ნამდვილად არ ეკადრება ქართველ ხალხს და ქართველ ერს. ისევე როგორც 1989 წლის 9 აპრილს ქართულ ოცნებაში დარწმუნებულები არიან, რომ მონობაზე თავისუფლება დღესაც გაიმარჯვებს. შეფასებები ნინო არღვლიანმა გაგვაცნო. ევროკომისიის აღიარებასა და ევროპის აუდიტორთა სასამართლოს სკანდალურ დასკვნაზე ევროკავშირის ელჩი ამ დრომდე დუმს. ქრონიკის კითხვას მეორე დღეა უპასუხოდ ტოვებს. კონკრეტული ფაქტები დადასტურებულია ის, რასაც მართველი გუნდი წლებია საუბრობს. ევრობიუროკრატები არასამთავრობო ორგანიზაციებს არეულობის მოსაწყობად და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შესაცვლელად იყენებენ. საგარეო საქმეთა მინისტრი დელფოსის ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს. ღონისძიება, რომელიც საბერძნეთში იმართება, წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას, სადაც მსოფლიო ლიდერები, პოლიტიკოსები და ექსპერტები გლობალურ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ. ფორუმის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილის სიტყვით გამოვა სამუშაო სესიაზე შავი ზღვის გაზრდილი რეგიონული და გლობალური როლის შესახებ. ასევე მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში, სადაც იმსჯელებენ საქართველოს მნიშვნელოვან როლზე ევროკავშირის გაფართოების და დაკავშირებადობის იდეის განხორციელების პროცესში. წელს იმართება რიგით მე-10 დელფოსის ეკონომიკური ფორუმი, რომელიც არამხოლოდ საბერძნეთში, არამედ ბალკანეთის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კონფერენცია არის, რომელზეც განხილული იქნება პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხები, ასევე მსოფლიოში არსებული ვითარება და მოვლენები და რა თქმა უნდა გეოპოლიტიკური პრიორიტეტები. ფორუმზე მოწვეულია და მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილი, რომელიც ისაუბრებს ქვეყნის ზოგადად საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, რეგიონალურ უსაფრთხოებაზე, შავი ზღვის უსაფრთხოებაზე. ქრონიკა დასრულებულია, პირდაპირ ეთერში 14 საათზე დაუბრუნდებით დროებით.